ვიქტორია ჩვენთან ერთად მოგესალმებით კაპიტანი ნინო მადლობა მოგზაურობისთვის და თქვენთან ერთად აუცილებლად მინდა ვილაპარაკო გამოსავლის გზებზე თუ კი ამ ვითარებიდან რამე გამოსავალი შეიძლება არსებობდეს მაგრამ მინდა დავიწყოთ იმ რეალობის აღწერით რაშიც ვართ პირველ რიგში დიპლომატის დღეს გილოცავთ იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად გეკუთვნით ეს მოლოცვა ისევე როგორც იმ ადამიანებს ვინც წლების განმავლობაში 10 წლეულების განმავლობაში ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მართლა მუხლჩაუხრელად შრომობდა ეს გადაჭარბებული ნათქვამი ნამდვილად არ არის მაგრამ ახლა რა მივიღეთ კაპიტანი ნინო ადამიანებს აკავებენ იმის გამო რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ პროტესტი გამოხატეს 71 წლის აზაჩილაჩავა დაიჭირეს და 2 ლარი და 55 თეთრი დაუყადაღეს და შალვა პაპუაშვილი ამბობს რომ ევროკავშირის და ელჩს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოკითხეთო და იმ ქვეყანაში სადაც კორუფციაშია ჩამხრჩვალი მთელი სისტემა და მთელი ხელისუფლება. Აი ეს რა მოცემულობაა, რა ვითარებაში ვართ ახლა ჩვენ. შუადღემშვიდობის სამნა დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვიცი რომ ხშირად ზედმეტად პირდაპირი ვარ ხოლმე, მაგრამ მე მგონია რომ ამიტომაც დღეს იმ ეტაპზე ვარ ზუსტად მოცემულობის, როდესაც მიკი-მოკიბის ფუფუნება არა გვაქვს და მე ვფიქრობ რომ აქამდეც რომ ყველაფრისთვის თავის სახელი დაგვერქმია იქნებ მეტი შანსი გქონოდა რომ დღეს ცოტათი სხვა მოცემულობა გქონოდა და სხვაგან ყოფილიყავით მთელი საზოგადოება. ამიტომ როდესაც ჩვენ ვაფასებთ, უნდა ფართოდ გავახილოთ თვალები და ვთქვათ, რომ მიმდინარეობს ქვეყანაში დიქტატურის დაკანონება. და დიქტატურას არ აკანონებს ვიღაც 1-2 კორუმპირებული ადამიანი ან 1-2 რაღაც თავდაუბანელი მაღალჩინოსანი. დიქტატურას საქართველოში აკანონებს ის ხალხი, რომლებიც საქართველოში დაგვინიშნეს ენკავედეს სამართალმემკვიდრეებმა. ანუ იმ ხალხმა, ვინც მაგალითად თვითონ ძალაუფლებაში მოვიდა ბესლანის გზით. და მოგვიყვანეს საქართველოში დაგვინიშნეს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებაში მოვიდნენ 9 თვის ბავშვის მკვლელობით. ამიტომ კონტექსტი არის გამსაზღვრელი იმ მოცემულობის შეფასებისა, საიდანაც ჩვენ გამოსავალის ძიება გვინდა. და მიუხედავად იმისა, რომ გამოსავალი დღეს ასე ლანგარზე დადებული არ არის, იმიტომ რომ ამ მოცემულობამდე წლების მანძილზე მიდიოდა ივანიშვილი. ეს არ არის 1 და 2 ღამეში მომხდარი გადაწყვეტილება, ეს პროცესები ბევრად ადრე დაიწყო, 2012 წელს დაიწყო, მაგრამ ხშირად და კიდევ ერთხელ გავიმეორებ 2016 წელს რომ საზოგადოება, პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია კონსოლიდაცია ისეთი ყოფილიყო, როგორიც იყო 2024 წელს, შესაძლოა დღეს პოლიტიკური კონიუნქტურა სხვანაირი ყოფილიყო. ამიტომ დღეს ესე გამოსავალი გითხარი ასე არ არის, მაგრამ გამოსავალის წინაპირობა არის, რომ პროცესების შეფასებას მივუდგეთ საღი აზრით. და საღი აზრი ახლა გვკარნახობს, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც არამხოლოდ ყველაფერზე წამსვლელები არიან, არამედ უკვე ყველაფერზე წასულები არიან იმისთვის, რომ საქართველოში სრულფასოვანი დიქტატურა დაამყარონ. ეხლა ჩვენ თუ ყოველ ჯერზე თავიდან მივიღებთ მათ თამაშის წესებს და ყოველ ჯერზე ვიფიქრებთ, რომ აი ისინი ზოგ პარტიას კრძალავენ და ზოგს ვერ კრძალავენ, ან ზოგს იჭერენ და ზოგს ვერ იჭერენ, ან ზოგის გამოშვება უწევთ და ზოგი შეუძლიათ რომ თავყვა გაუერთიანონ და მერე იმას ვიღაც თვითმკვლელობა ჩაადენინონ და მერე ამაზე ან მოკლან და თვითმკვლელობა აოთქვან და ჩვენ ყველა მერე თავი დაუქნე და ყოველ ჯერზე თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ეხლა ახალ რაღაცა სოკოებივით ამოსულ პარტიებზე მოდით და ეხლა აი ამათ არ ავკრძალავთ და ჩვენ დავიჯერებთ, რომ ეს პარტიები არიან არა მწვანე შუქანთებული, არამედ უცებ რაღაც ალტერნატიული ძალის ცენტრი. მაშინ საერთოდ ვერ ვისაუბრებთ ვერანაირ გამოსავალზე, ვერც რთულზე და ვერც მარტივზე, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ესე იგი პროცესებს საღად არაფასებს საზოგადოება და ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველას გვესმოდეს რა პროცესი მიდის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ისევ არ გავებათ ამ კაცის მიერ დაგებულ მახეში, რომელიც იწერება მოსკოვში იმისთვის, რომ მოსკოვის ინტერესი გატარდეს საქართველოში. რასაც ახლა ივანიშვილი საქართველოში აკეთებს, ეს არ არის რამე ნოვატორული სქემა არ არის. ის საქართველოში ამყარებს ელექტორალურ ავტოკრატიას. არსებობს ბევრ ქვეყანაში და ელექტორალური ავტოკრატია გულისხმობს რას? ეს არის ქვეყანა, სადაც ფორმალურად არჩევნები ტარდება, მაგრამ სადაც არჩევნების გზით სტატუს-კვო ვერ იცვლება. ანუ ძალაუფლება ვერ იცვლება არჩევნების გზით.
ელექტორალური ავტოკრატიის დასამყარებლად მან პირველი ნაბიჯი 2016 წლიდან მოყოლებული აქამდე გადადგა, როდესაც მან სახელმწიფო ინსტიტუტები მიიტაცა იმისთვის, რომ ის უშუალოდ აკონტროლებდეს ელექტორალურ პროცესს, ანუ მას კონტროლი ჰქონდეს ყველა იმ ინსტიტუციურ ბერკეტზე, რომელიც პასუხისმგებელია დემოკრატიულ არჩევნებში. შემდეგი ეტაპი ამისი არის, რომელიც შედარებით მოკლევადიანად უნდა შეასრულოს, არის ის, რომ შექმნას კონკრეტული ელექტორალური, მე მგონი ნინო ჯაფარიძე ამბობდა თქვენთან, კონკრეტული ელექტორალური მენიუ, რომელსაც ის ამომრჩეველს შესთავაზებს. ეს მენიუ მისი დაწერილი იქნება, რასაკვირველია, მაგრამ ის იქნება ერთადერთი არჩევანი, ანუ ვინც მას არ აწყობს, იმას აკრძალავს, ვინც მისთვის უსაფრთხოა, იმას ამ მენიუში ჩავაზებს, როგორც არჩევანი. გრძელვადიანად, რაც ასევე დიდი ხნის წინ დაწყებული აქვს ივანიშვილს, არის მესამე ეტაპი ძალაუფლების კონსოლიდაციის და გამყარების დიქტატურის, არის მერე უკვე შეცვალოს ელექტორალური დემოგრაფია. ანუ ის ხალხი, ვინც არის უკონტროლო, ვინც მისთვის არასდროს მის რაიმე ფორმის იდეოლოგიურ ორბიტაზე არ დაილექება, ისინი უბრალოდ განდევნოს ქვეყნიდან და მათ შეუქმნას აქ გაუსაძლისი პირობები დარჩენის და დატოვოს ის ხალხი, ვინც ამ მენიუს დათანხმდება. კი ბატონო, ამას გვეუბნებიან კიდევაც მისი სპიკერების არასდროს ივანიშვილს არ დაუმალავს რასაპირებს ამ ქვეყანაში. ამაში ის ძალიან გავს პუტინს. ყოველთვის ამბობს სინამდვილეში რას აპირებს. მაგრამ ჩვენ რაღაც ეტაპზე უნდა მივიდეთ იმ პროცესამდე, სადაც უბრალოდ ვისწავლით მოსმენას და ამის რაღაცნაირ კრიტიკულ ანალიზს, მას შემდეგ რაც ყველა პროცესს უკვე გამოგვატარა საინისოდ, გვესმოდეს რასთან გვაქვს საქმე. დიახ. ეს არის თუ ვლაპარაკობთ გამოსავალზე, პირველი ნაბიჯი არის ეს. არ დავუშვათ, რომ ეს შეძლებს და რამდენადაც შესაძლებელია. არ უნდა დავუშვათ, ნინო, მაშინ როცა აი მართლა ყველანაირად ასუფთავებს ყველა ველს. ეხლა რა თქმა უნდა დადებით კონტექსტში რომ ვისაუბროთ, ხოდა ამ გრძელვადიან სქემას ის ამუშავებს, იმიტომ რომ რაც არ უნდა ხეებს ეხუტებოდეს, ისიც ხვდება რომ ცას ვერ გამოეკიდება, ხო? ამიტომ ის აქ პროცესს ქმნის ისე რომ მან ეს მემკვიდრეობა დატოვოს გამყარებული, რომ მისი სამართალ მემკვიდრე მე ვინც იქნება, იმას ეს ჩააბეტონოს, რომ საფრთხე აღარ დაემართოს. ეხლა ისიც გვესმის რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ რაღაც თვალსაზრისით მისი წამზომით ჩართულია. ჩვენი უფრო სწრაფად მიდის ხადია, იმიტომ რომ ბერკეტები მის ხელშია. მაგრამ მისი წამზომით ჩართულია, იმიტომ რომ უსასრულოდ რუსეთ-უკრაინის ომი ვერ გაგრძელდება. დასავლეთი გაძლიერებულ შეიერაღებაზე გადადის, ანუ დასავლეთი მზად იქნება რაღაც ეტაპზე გაცილებით უფრო ეფექტურად დაუპირისპირდეს რუსეთს, ვიდრე ამის მზაობა ქონდა 2008 წელს, 2014 წელს, ან თუნდაც 2022 წელს. პარალელურად მიმდინარეობს რუსეთის საკმაოდ ეფექტური მეთოდებით დასუსტება და ამასობაში უკვე კონსოლიდირებული კოლექტიური დასავლეთის ხელით. ამიტომ ეს ავტომატურად ნიშნავს, იმიტომ რომ ივანიშვილი არ არის განყენებული ფიგურა, ის არ არის აქ კორუფცია, ის კი არ არის უბრალოდ მისი რაღაც მართვის წესი კი არ არის, კორუფცია არის კონტროლის მექანიზმი, რომელთაც ის აკონტროლებს თავის ხელქვეითებს და მას აკონტროლებენ მისი ზემდგომები. ასეთი სქემა არის, რომელიც რაღაც მახინჯმა იმპერიულმა და მერე კომუნისტურმა სისტემამ შექმნა. ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოდგეს იმ ადამიანების რაღაცნაირად დროის მოსაგებად თუ გადასარჩენად და გასახანგრძლივებლად, ვიდრე ივანიშვილის ძალაუფლება რაღაც ეტაპზე ვარდნისკენ წავან. რაღაცნაირად პირველი არის, რომ საღიაზრი შევინარჩუნოთ და არ წამოვეგოთ ხელახლა ყოველ ჯერზე ხალმახებს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ისევ რაღაც აი ამ ახალ პარტიებზე მესმის, რომ ძალიან არაპოპულარულ რაღაცას ვამბობ და ცუდი მოსასმენია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ აი ვერ მოხერხდა ოპოზიციური გაერთიანება, ან ვერ მოხერხდა კრიტიკულ საკითხებზე შეთანხმება, ამოვდივართ იმ დაშვებით, რომ აქ საკვანძო საკითხი არის ვერ და არასდროს არ ამოვდივართ იმ დაშვებით, რომ შესაძლოა ეს კონკრეტული პოლიტიკური მოთამაშეების დღის წესრიგის ნაწილი იყო, ძალიან შეგნებული, კონკრეტული და ჩვენ თუ ისევ ამ კომპრომიტირებული ველით შევალთ ნებისმიერი ტიპის, რომელიც შედიოდა სტატუს კოს შენარჩუნებაში. კი ბატონო, მაგრამ აი ნინო, ნახეთ ახლა თქვენ როდესაც ამბობთ, რომ ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა, ეს იქნება ერთგვარი ის მენიუ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი შესთავაზებს, შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს. ხო, განა მინდა რომ ეს ვიფიქრო, მაგრამ აბა მაშინ ერთს კრძალავს და მეორეს არ კრძალავს, სად არის ლოგიკა? როცა ის კრძალავს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ ამავე დროს არის ასეთი მოსაზრება, რომ რაღაც ფორმით პოლიტიკური პროცესი უნდა შენარჩუნდეს
მგონდეს რომ ივანიშვილმა ბოლომდე ვერ შეძლოს რაღაცეების გადაფორმება, ასე ვთქვათ და რაღაც ფორმით ამას ხელი შეუჭერა. მაშინ როგორ დარჩა გადაუფორმებელი, რასაც ხელს შეუშლის გახარია ბოლომდე ვერ შეიკრას. დიქტატურის წრე ბოლომდე შეკრულია ერთი რგოლი დამისახელეთ, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს. მაგალითად რუსთაველის პროტესტი, ეს ხომ ხელს უშლის რაღაცნაირად ბოლომდე იმის გაფორმებას, რომ ეს არის დიქტატორული სახელმწიფო, ხო? ჯერ ერთი რუსთაველის პროტესტი თუ ხელს უშლის, იმ რუსთაველის პროტესტს ამოქოლავს ისე, რომ გახარიას მონაწილეობა პარლამენტში ამას საერთოდ ვერ აღუდგება წინ. ყოველთვის აი ამ ეგრეთ წოდებული საპარლამენტო ოპოზიციის მანდატების მიღების რაღაც დეკლარირებული განაცხადი იყო ხოლმე, რომ ჩვენ ხელს შევუშლით ივანიშვილს. ერთი რამე მითხრა, რაშიც ხელი შეუშალეს. ერთი ინსტიტუტი დამისახელო, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ აი ნახეთ მაგალითად ამას გვეუბნება. ახლა აკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს და დანიშნოს გამოაგდოს მერე გაზაფხულზე არჩევნები. აი რა ხდება ამ ვითარებაში? აი რეალობიდან გამომდინარე რა უნდა იყოს ამ ვითარებაში ზუსტად იმ ციფრებს გაიფორმებს, რა ციფრებიც იქნება მიზანშეწონილი. აი ამ შემთხვევაში რა უნდა იყოს საპასუხო ნაბიჯი მაშინ? პირველი და მთავარი რაც მოქალაქეებს გვართებს პოლიტიკურ პარტიებზე ლაპარაკი უბრალოდ ზედმეტია, როდესაც პოლიტიკური პროცესი არ არსებობს, ხო? ეს არის რაღაც დიდი სამოქალაქო ფრონტი, სადაც რაც მეტი იქნება პასუხისმგებლობით აღწეული სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანი, რომელიც უარს ეტყვის რეჟიმს თანამშრომლობაზე, მით უფრო სწრაფად იქნება გამოჩნდება სინათლე გვირაბის ბოლოს. მაგრამ ამ მოცემულობაში ხა ამ მოცემულობაში თავარი არის რომ ეს საპროტესტო ელექტორატი თუ მოქალაქეები თუ სამოქალაქო სექტორი თუ რაც არის მათ ეს საპროტესტო მუხტი შეინარჩუნონ. ანუ ივანიშვილის პრობლემა ყოველთვის იყო თანმიმდევრული წინააღმდეგობა. დაქსაქსული წინააღმდეგობა არა, კომპრომიტირებული მე ხლა ცოტა თანამშრომლები რომ მე იქნებ სადმე გამოვრჩე არა და მე იქნებ გადავაგდო, იმიტომ რომ ის რო შეგითხრებს თავის საცაცებში მე ვერაფერს ვეღარ გადააგდებ. ამიტომ თუ გადაგაგდებს, იქით გადაგაგდებს მშვენივრად. ამიტომ ეს პრინციპული თანმიმდევრულობა უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ მისთვის, მათ შორის დიქტატურის ელექტორალური ავტოკრატიის გამყარებაში მას სჭირდება ეს ფსევდოპლურალიზმი. აი რასაც დღესაც ამბობდნენ, ხო? რაღაც შათირიშვილმა აილაპარაკა, რომ ასეთი მედია პლურალიზმი ჩვენ რო გვაქვს, მსოფლიოს მათ ფორმალურად ჭირდებათ ეს რაღაც შირმა, რომ ვითომ სხვადასხვა მედია სივრცე აქვთ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ყავთ, სხვადასხვა სამოქალაქო სექტორი ყავთ, ანუ ელექტორალურ ავტოკრატიაში ასე ხდება, ისი ფორმალური, რეალური წინააღმდეგობრივი თუ დემოკრატიული ინსტიტუტები ნაცვლდება ფსევდო ინსტიტუტებით. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, იმიტომ რომ თუ რამე ოდესმე ივანიშვილს ტკიოდა 2016 წლიდან მოყოლებული, ეს იყო ბოიკოტის ხსენება. კი ბატონო. საკმარისი იყო ის პირისპირ დარჩენილიყო ერთპარტიულ მოცემულობასთან, რომ იწყებდა ვაჭრობას. საკმარისი იყო ის დარჩენილიყო პირისპირ გაერთიანებულ ძალასთან თვითონ როგორც ამოვარდნილი და იზოლირებული ძალა, ის იწყებდა ვაჭრობას თუ დასავლეთთან, თუ შიდა თუ პარტიებთან, თუ ცალკეულ პოლიტიკოსებთან, თუ სამოქალაქო სექტორთან, თუ ცალკეულ ბიზნეს ჯგუფებთან. ეს არის მისი მოქმედების. მას სხვანაირად მას ვერ შეავიწროებ. ის უნდა იმას მარტო თუ არ დატოვებ, მაშინ ყოველთვის გაჯობებს. და ეს მაინც არ არის რთული გასაკეთებელი. ყოველ ჯერზე ხელახლა ნუ წამოვეგებით იმ მახეს, რომ თუ ეს ახლა მახია და თუ ამაში ნებაყოფლობით არ შევდივართ. მესმის რომ ვიღაცაებზე სხვაზე წოლის ბერკეტები აქვს და ყველა ვერ უძლებს ამ ტიპის წნეხს. ესეც მოცემულობაა, მაგრამ ჩვენ ხარჯზე მაინც ნუ აკეთებენ. კი ბატონო. მე მინდოდა რომ გვესაუბრა, მაგრამ პრინციპში არ ვიცი რა მოლოდინი შეიძლება იყოს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, როცა ანგარიში გამოქვეყნდება და ამის საფუძველზე უკვე უნდა გადაწყდეს ვიზომი მოსვლასთან დაკავშირებით. იმ პირობებში, როდესაც ახლა გერმანიის ელჩის გაძევება მიდის, იმ პირობებში, როდესაც აგერობა ევროკავშირის ელჩს თავს ესხმიან იქ ფინეთის ბინის რაღაც ასანქცირებენ თუ აჯარიმებენ, ნუ გულუბრყვილო იქნება რომ ველოდოთ რაიმე განსაკუთრებულ
სრულ დამოკიდებულებას ან რაიმე დამოკიდებულების ცვლილებას. კონკრეტულად ხვალ რამე გაფორმდება თუ არა ეს არ ვიცით, იმიტომ რომ იმასაც ხედავთ, რომ ევროპა ძალიან ებღაუჭება განსაკუთრებით ქართულ ხალხს, როისაც შესაძლოა სუმთლად საარსებო სივრცე გადაეკეტოს იმ შემთხვევაში, თუ ევროპა სრულ იზოლაციაში მოაქცევს ქვეყანასაც და არა მხოლოდ რეჟიმს. ამიტომ ეს არის დილემა, რომელსაც ისინი საკმაოდ ფრთხილად ეკიდებიან. ამიტომ არ ვიცი რამდენად ახლა სპეკულაცია იქნება, რომ ვთქვათ, ვიცოდეთ ხვალ კონკრეტულად რა გადაწყდება, მაგრამ დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით არ შეიცვლება. ამ ეტაპზე გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება დედაქალაქებში იკვეთება, რომ საქართველოს გვერდისავლით მიმდინარეობს რეგიონთან პოლიტიკის წარმოება. დიდი მადლობა ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი იყო ჩვენი გადაცემის ბოლოს სტუმარი. ასეთი იყო კომენტარი დღეს დარჩით ფორმულაზე. მე 4 შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს. მოწევა მავნებელია